დღეს მინდა ერთ-ერთ გავრცელებული კითხვაზე ვისაუბრო. რაში გვჭირდება დღეს კიდე თმა და დავკარგავთ თუ არა მას ევოლუციის მსვლელობაში? თმა ერთი შეხედვით მარტივი თემა ჩანს, მაგრამ სინამდვილეში საოცარი მნიშვნელობა აქვს. მისი ფუნქცია ბევრად ცდება ჩვეულებრივ შეხედულებებს. რატომ არის თმა ასეთი მნიშვნელოვანი და რას ამბობს ის ჩვენს შესახებ? თმა ისტორიასა და რელიგიაში გარკვეულწილად ძალის, სტატუსისა და სოციალური მდგომარეობის სიმბოლო იყო. უკვე ძველ ეგვიპტეში მაგალითად თმის გადაპარსვა სიწმინდისა და ჰიგიენის სიმბოლო იყო. არისტოკრატული ფენის წარმომადგენლები კი მდიდრულ პარიკებს ატარებდნენ, რითიც ისინი საკუთარ ძალაუფლებას და პრივილეგირებულ სოციალურ ფენას უსვამდნენ ხაზს. ასევე მე-17-18 საუკუნეებში ევროპაში დიდი პარიკები მაღალ საზოგადოებაში სტატუსის ნიშანი იყო, რაც უფრო დიდი იყო პარიკი, მით უფრო მაღალი იყო სოციალური მდგომარეობა. ვიქტორიანულ ინგლისში თმას კიდევ უფრო ღრმა ემოციური მნიშვნელობა ჰქონდა. გარდაცვლილი ახლობლების თმის კულულები სამკაულების ნაწილად გამოიყენებოდა და სამახსოვრო ნივთად თაობებს გადაეცემოდა. საყვარელი ადამიანის თმებით ნაქსოვი ნამუშევრებიც კი არსებობს, რომელიც მიჯნურისთვის მიძღვნილ ძვირფას საჩუქარს წარმოადგენდა. თმა მსოფლიოში არსებულ რელიგიებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ხშირად სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. ქრისტიანობაში თმა თავმდაბლობის სიმბოლოდ ითვლება. მამაკაცებში გრძელი თმა ძალისა და სიმტკიცის ნიშანია. ბიბლიიდან მამაკაცებში გრძელი თმის, როგორც სიმტკიცის და ძალის სიმბოლოს თვალსაჩინოებისთვის გაიხსენეთ სამსონის ისტორია, რომელმაც დალილასგან განწირულმა ძალა დაკარგა, როცა ძილში თმა შეაჭრეს. ქალებში კი თმა ქალწულობისა და ქალურობის გამოხატულებაა. ორთოდოქსულ იუდაიზმსა და ისლამურ ტრადიციაში ქალებმა თავიანთი თმა უცხო მამაკაცების მზერისგან უნდა დამალონ. დაქორწინებული ქალები საჯაროდ თმას იფარავენ, რათა თავიანთი ქორწინების სტატუსი, რიდი და მოკრძალებულობა აჩვენონ. საამისოდ ხშირად თავსაბურავს ატარებენ. ქრისტიანი მონაზვნებიც რელიგიური და სიმბოლური მიზეზის გამო თმას იფარავენ. მონაზვნის სამოსი მათ შორის თავსაბურავი გარესამყაროს აჩვენებს, რომ მონაზვნის ცხოვრება ღმერთისთვისაა მიძღვნილი, ანუ ქრისტიანულ ტრადიციაშიც თმის დაფარვა სიწმინდის და მოკრძალების ხილულ ნიშანს წარმოადგენს. საინტერესოა, რომ სიქებისთვის ანიჭებენ რა განსაკუთრებულ სულიერი მნიშვნელობას, ისინი თმას განიხილავენ, როგორც ცოცხალი ენერგიის სიმბოლოსა და კოსმოსთან კავშირის აღსადგენ ანტენას. ამ მიზეზით სიქები თმას არიჭრიან და ტურბანში მალავენ. ჰინდუიზმში კი თმა ხშირად მსხვერპლშეწირვის აქტად გამოიყენება. მორწმუნეები თმას განწმენდისა და თავშეწირვის ნიშნად იჭრიან. სამხრეთ ინდოეთის ზოგიერთ ტაძარში ქალები თავიანთ თმას წირავენ, როგორც სილამაზისა და ამპარტავნების სიმბოლოს. ეს მოკლე კულტურული და რელიგიური ექსკურსია აჩვენებს, რომ თმა ბევრ სარწმუნოებაში მნიშვნელოვან სიმბოლურ და სულიერ როლს ასრულებს. ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ ბუნებას, როცა მან ადამიანები თმით აუგჭურვა, სხვა ჩანაფიქრები ჰქონდა. სოციალური სტატუსი, კეთილდღეობა და ფუფუნება ადამიანის მოგონილია, ბუნებას კი საკითხების მიმართ საქმიანი მიდგომა აქვს და თმაც ადამიანებისთვის ერთმანეთთან თავის მოსაწონებლად არ შეუქმნია, არამედ როცა ის ადამიანებს დააყოლა, ეს პრაქტიკული ფუნქციონალური ჩანაფიქრით გააკეთა. მისი ჩანაფიქრი ეს კი პირველ რიგში არის მიმართული თქვენს გადასარჩენად კონკრეტულ მდგომარეობებში, იქნება ეს კლიმატური თუ ნებისმიერი სხვა გარემოება. ხოდა, მოდით ამ საქმეზე გადავიდეთ. ვნახოთ რა იყო ბუნების ჩანაფიქრი, როცა ადამიანს თმა დააყოლა. თმის მთავარი და უპირველესი ფუნქცია ჩვენი დაცვაა. ადამიანი ჩვენს დროში და ამ პირობებში არ წარმოქმნილა და შესაბამისად ის, როგორც ამ პლანეტის სხვა ბინადარნი, აღჭურვილი იყო მაშინდელ პირობებთან გასამკლავებლად. ქვის ხანის ადამიანს არ შეეძლო სუპერმარკეტში ხორცის და ხილბოსტნეულის ყიდვა, არამედ მზეზე საათობით უნდა ენადირა ან საკვები მოეძებნა. ამ დროს სქელი თმა ტვინის გადახურების პრევენციას ახდენდა. თავზე თმას რაც შეეხება, აქ ჩვენს დროშიც არაფერი შეცვლილა. ცხელ კლიმატში თმა სკალპს მზის პირდაპირ სხივებისგან იცავს და ხელს უწყობს სიცხის გაფანტვას. ჩრდილის შექმნით თმა ტვინს სიცხეში გაგრილების საშუალებას აძლევს. თერმული რეგულაციის გარდა, თავის თმა სხეულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ტვინს დაცვას სთავაზობს. როდესაც ადრეული ადამიანები გაშლილ სავანაში გადავიდნენ, თავზე თმა აუცილებელი გახდა მზის ინტენსიური სიცხისგან ტვინის დასაცავად. ეს ადაპტაცია ადამიანებს ცხელ კლიმატში გადარჩენის საშუალებას აძლევდა. მოგვიანებით იმის გამო, რომ მოფლიანობის მექანიზმის შემწეობით გაგრილების ეფექტურობა გაუმჯობესდათ, ადამიანებმა სხეულის თმა დაკარგეს. სხეულზე თმის შემცირებამ ადამიანი თმის სიმრავლისგან უსაშველოდ მომრავლებული პარაზიტებისგანაც იხსნა. ეს პარაზიტები ქავილის გარდა უამრავ დაავადებასაც იწვევდნენ.
საინტერესოა ის, რომ თმის შემცირების პარალელურად კანის გამუქება მოხდა, რადგან ეს ორი რამ საბოლოო ჯამში ერთი და იგივე რამეს, ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოს, კანის ულტრაისფერის სხივებისგან დაცვას ემსახურებოდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, სადაც მზის სხივები ინტენსიურია. ეს ფუნქცია დღესაც აქტუალურია, თმა თავის კანს მზისგან იცავს და მისგან დამწვრობის რისკს ამცირებს. ეს არა მარტო თავის კანისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თმა მარტო ცხელმზიან დღეებში კი არა, ცივ ზამთარშიც ასევე საჭიროდ ბოიზოლაციას ქმნის. ცივ ამინდში თმა თავს სითბოს დაკარგვისგან იცავს და სხეულის ტემპერატურას ინარჩუნებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თავის სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით სითბოს სწრაფად კარგავს. გარდა ამისა, თმა მოქმედებს როგორც ფოლიკულარული ჩაფხუტი, ის სკალპის მცირე ფიზიკური გზით დაზიანების რისკს ამცირებს. საოცარია ისიც, რომ თმა გარკვეულწილად ჩვენი სიგნალიზაციის სისტემას წარმოადგენს. თმა არ არის უძრავი სტატიკური ორგანო, მას გარემოზე რეაგირების უნარი შესწევს. მის ყოველ მოლეკულს თავისი პატარა კუნთი გააჩნია, რომელსაც თმის აწევა შეუძლია. ის ასევე შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს, რომლებიც ნაზ მოძრაობებს ან ვიბრაციებს გრძნობს, რის შედეგადაც ადამიანი ჰაერის მცირე დაბერვასაც და შედეგად თმის ოდნავ მოძრაობასაც გრძნობს, რაც პოტენციური გამაღიზიანებლების ან საფრთხეების წინააღმდეგ ადრეული გაფრთხილების სისტემას წარმოადგენს. თმის ფოლიკულების გარშემო არსებული ეს ნერვული დაბოლოებები ყველაზე მსუბუქ მოძრაობებსაც კი აღიქვამენ. მაგალითად, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვგრძნობთ, თუ ერთი ციცქნა თვალისთვის ძნელად შესამჩნევი მწერი ჩვენს ხელზე მოძრაობს. გარდა ამისა, საინტერესოა დაბურძგლის მოვლენაც. გრძნობას, რასაც ჩვენ ბურძგლების დაყრას ან დაბურძგლას ვეძახით, თავის პირველყოფილი მიზანი ჰქონდა. ძველ დროში, როცა ადამიანები უფრო თმიანები იყვნენ, თმა სიცივის დროს იღებდა პოზიციას, რაც ქმნიდა ჰაერის ფენას, რომელიც სითბოს ინარჩუნებდა. ეს ადამიანს ყინვის და სიცივის დროს გადარჩენაში ეხმარებოდა. დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეული ნაკლებადაა დაფარული თმით, ეს მექანიზმი მაინც მოქმედებს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გიდგებათ სიცივეში შიშის დროს კანის ბუსუსები ხალხზე და რატომ გიჩნდებათ ხორკლები თუ ბურძგლები, როგორც გნებავთ, ისე დაარქვით. მნიშვნელოვან თავდაცვის მექანიზმს წარმოადგენს ჩვენი ცხვირის სიფრიფანა ბუსუსებიც, ისინი მოქმედებენ, როგორც ფილტრი, რომელიც მტვრის ჭუჭყისა და პათოგენების ორგანიზმში მოხვედრას აფერხებენ. წარბები და წამწამები კი ჩვენს თვალებს იცავენ და ჩიგოფლისა თუ უცხო ნაწილაკების მოხვედრას უშლიან ხელს. თუნდაც ეს მცირე დეტალები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თმა ჩვენი კომფორტისთვისა და გადარჩენისთვის. ამ დანიშნულებებთან ერთად ადამიანს თმა სხვა უფრო ფარულ, მაგრამ მნიშვნელოვან ასპექტებში ეხმარება. მას, თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად გაუცნობიერებლად გარკვეული როლი სქესობრივ შერჩევაშიც აქვს, თავის თმა გაუცნობიერებლად მნიშვნელოვან როლს თამაშობს პარტნიორის მიზიდვაში. რადგან ჯანმრთელი და მბზინვარე თმა პოტენციური პარტნიორისთვის სიცოცხლის უნარიანობის და ჯანმრთელობის სიგნალს წარმოადგენდეს. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს გაცილებით ნაკლები სხეულის თმა აქვთ, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებს, ჩვენ 1 კვადრატულ სანტიმეტრზე დაახლოებით 60 თმა გვაქვს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ეს თმა უფრო მცირე ზომის, თხელი და ნაკლებად პიგმენტირებულია ვიდრე სხვა პრიმატებში. ისმის კითხვა, შევინარჩუნებთ თუ არა ადამიანები თმას თუ ცხოვრების პირობების ცვლილებისგან გამომდინარე ის აღარ გვჭირდება და ევოლუციის პროცესში დაუკარგავთ? მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ არა. ეს პროცესი მილიონობით წლის წინ დაიწყო, მაგრამ ადამიანმა დარჩენილი თმა შეინარჩუნა, რადგან ის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. თმის შენარჩუნების მიზეზებია, თავის თმა დღემდე გვიცავს ულტრაისფერი გამოსხივებისგან და ტვინის ტემპერატურას არეგულირებს. სხეულის თმა ადრეული გაფრთხილების სისტემას წარმოადგენს, მაგალითად, პარაზიტების წინააღმდეგ. იღლიასა და სხვა დამალულ ადგილებში თმა ამცირებს ხახუნს, შესაბამისად იცავს კანს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფერომონების გამომუშავებაში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სხვა პრიმატებთან შედარებით ბევრად ნაკლებად თმიანები არიან, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ თმა მთელ სხეულზე. ეს თმა კვლავ ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს, ამიტომ ევოლუციის პროცესში თმის სრულად დაკარგვა ნაკლებად სავარაუდოა. ასე რომ თავის თმა მხოლოდ ზედაპირული მახასიათებელი არ არის, ეს არის ბიოლოგიური აუცილებლობის, ევოლუციური ადაპტაციის და სოციალური მნიშვნელობის უნიკალური კომბინაცია. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.